ეი, გამარჯობა. მოგესალმებით, გეუბნებით ხელისაღლის მეოთხე სეზონის ბოლო სერიებით, მე-11 და მე-12 სერიებით. გამოიწერეთ დალაიქი და კომენტარით წავიდეთ. იმედი. რა ხდება, კაცო, გამაგებინე რა. ედმო. ხურის დღეში არ ყოფილი. დაწნადი რა. მე მაიც რიხა. რა ეს ნოთინცა. პატარა ქრონომეტრა შეერთებას მისმენთ და უჩაზერაკო აფთიაქციონი გწმავა. სალამი ბატონო უჩა. ნახდათ აღარ ველოდით თქვენთან შეხვედრას. ცხოვრება ამიტომაცაა საინტერესო. წაველით. სად დამიბა? დედანათელასთან არ ხარ ნამყოფი? ვინ არის დედანათელა? მონაზონია, აქ ცხოვრობს ტაძრის გვერდით. სასწაულებს ახდენს. არ მეგონა შენ თუ სასწაულების გჯეროდა მართალი გითხრა. ძლიერი ენერგეტიკა აქვს, მაგარი მორწმუნეა. და შენ გონია დედანათელას ენერგეტიკა გვიშველის?
არ ვიცი. ბოლო ხანებია, რასაც ხელი მოვკიდე, არაფერი არ გამონდის. აცნობებმა მირჩიეს ამ ქალთან მივსულიყავი. მერე? რა რა გითხრა? ათვალული ხარო. გათვალული? შენ ხო არ დაუბერე? რა დაუბერე? ეგეთი რაღაცები ნახდად არსებობს. ისე მაგრად ვარ გათვალული, რომ როცა ლოცვებს მიკითხავს, ეძინება ქალს. შეკაიგაცო. ყოველდღე თუ 100 შენაერი მოადგა და ეძინება, აბა რა იქნება? შენი ცინე და მთელი თბილისი ამ ქალთან დადეს. ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ისე ხალხი. მაშინ მაგას ისიც ეცოდინება ზერაგიას არ გაქრა. ზერაგიას დათესვა იყო ბოლო წვეთი. იმის მერე გადავწყვიტე ამ ქალთან მივსულიყავი. შენ მართლა ხო არ გააფრინე? გათვალული. რა გათვალული, რის გათვალული ერთი კაცი ვერ მოგიმწყემსავთ, ერთი კაცი. თქვენ საერთოდ ეგრე მუშაობთ? ნუ გეშინია. მაგას მე მიწიდან ამოვთხარ. ყველაფერს გადავაბრუნებ და მაინც ვიპოვ. ხო და მეც მაგის მეშინია, გელა რომ შენ ყველაფერს გადააბრუნებ და ისეთ ალიაკოც ატეხავ რომ ზერაგიას გარეთ ყოფნის ამბავის გასკდება. აგინე ჩაი შალოს გინდა ბიჭო ყველაფერი და. მოიცი შენ მეაქრა პატარა ბიჭივით მთუქს. პატარა ბიჭივით იქცევი შეჩემისა და რა გიყო აბა? შეჩემისა და ჩემი ჩენა გაიგე? ვაფშე რას გეტყვი, იცი? ყელში არა მომიყვანო გაფრთხილე. აი ეგეთები არ გინდა რა. თორე რა შენ კომპრომატები გაქვს ჩემზე? 10 იმდენი მე შენზე მაქვს. ცოტა ტვინი გაანძრიე სანამ პირს დააღებდე. შენ ხო არ გავიწყდება ვისი დამსახურებაა მაგ ადგილას რომ ზიხარ. მე რა. მაგიტომ უნდა მიხმარო? უზრდელი ხარ და უმადური. ბატონო, გამარჯობათ, ბატონო ტარია. გაგიმარჯოს. რომელი ხარ? არა მგონია ჩემი სახელის ტელეფონში ხმამაღლა თქმა სწორი იყოს. თქვენა ხართ? დიდება შენ და ღმერთო. სად დაიკარგეთ? მე სად დავიკარგი არ არის საინტერესო. საინტერესოა რატომ დაარღვიეთ პირობა. მე პირობა არ დამირღვევია, რაც მთხოვეთ, ყველაფერი დაგახვედრეთ. შეწყალების შათვით, რომელიც 3 თვის მერე უკვე ძალაში შევა. ვინ იყვნენ ის ხისთავიანები? ჩემს თვალთვალს რომ ცდილობდით. ეგ ჩვენი ხალხი იყო. თქვენ საიდან რეკავთ? საიდან და მარსიდან. ეგ თქვენი დებილი ხალხი ჩაშლის მაგ საქმეს. მარსიდან არა? დიახ, მარსიდან. მინიმარკეტია ასეთი. მე არავის არ უნდა ვენახო. ასეთი იყო მოლაპარაკება. თქვენ კიდე რას აკეთებთ? ნუ ღელავთ ერთგული ხალხია. ერთგული ხალხი არ არსებობს ჩემო ბატონო. არსებობს მარტო ერთგულების ხელისშემწყობი ან ხელისშემშლელი გარემოებები. ახლა კარგად მომისმინეთ. ან თქვენ დაუყოვნებლივ უბრძანებთ მაგ გონებაჩლუნგებს თავი დამანებო. ან მე საინფორმაციო სააგენტოებს ვუგზავნით ჩემი შეწყალების აქტის ასლს. და საკუთარი ფეხით ბრუნდები იქ საიდანაც ამოვედი. აირჩიეთ. გასაგებია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოვილაპარაკეთ. ძალიან კარგი. მაშინ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. შეეცადეთ არ მოვატყუოთ. გვირდებით. მე მჭირდება სრული ინფორმაცია ჩვენი გოგოს შესახებ. ბიოგრაფიული ცნობები, მშობლები, მეუღლე, გოგოს შესახებ ვატყუოთ. გვირდებით. მე მჭირდება სრული ინფორმაცია ჩვენი გოგოს შესახებ. ბიოგრაფიული ცნობები, მშობლები, მეუღლე, უახლოესი გარემოცვა, მასზე განაწყენებული ხალხი, მავნეჩვევები, ჰობი, გადაადგილების მარშრუტები, სატელევიზიო გამოსვლები, ფოტოები, საგაზეთო სტატიები, ყველაფერი, რასაც იშოვეთ. მე დოსიე შეგროვება უკვე დაწყებული მაქვს და 3 დღეში მისი ძირითადი ნაწილი მზად იქნება. ძალიან კარგი. ეგ დოსიე მე უნდა გადმოვცეთ. რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ? 3 დღეში, შაბათს, ვაკის პარკში, საღამოს 6 საათზე, ცენტრალური შესასვლელიდან რომ შეხვალთ, შადრევანთან მარცხნივ პირველივე სკამზე თქვენი მძღოლი იჯდეს დოსიეთი ხელში. მერე? მერე არაფერი. დაუკავშირდებიან. ვინ? ვინ საჭიროა? ნახოთ. კარგად იყავით. ეგ იყო? ეგ იყო. და თვალთვალი უნდა შევწყვიტოთ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც. მაგისი ნდობა როგორ შეიძლება? რა ვქნა, სხვა გზა არ არის. უნდა ვაცალოთ. მოდარ. ეხლა კარგად მომისმინე. აი ამ ჩანთას წაიღებ. ზუსტად 6-ზე მიხვალ ვაკის პარკში, ცენტრალური შესასვლელიდან რომ შეხვალ შადრევანთან. ხელ მარცხნივ
პირველივე სკამზე დაჯდები. მოვა კაცი. შენ ამ ჩემთვის დატოვებ, ადგები და წამოხო. მოგასაგებია რა? კი ბატონო დარიელ, გასაგებია. იცოდე თუ ძმა ხარ არაფერი აურიო, თორე დავიღო. როგორ გეკადრებათ, რა უნდა აურიო? მივალ და დავჭდები. შადრევანთან ხელმარცხნი პირველივე სკამზე. დიახ, შადრევანთან ხელმარცხნი პირველივე სკამზე. მოვა კაცი, დავტოვებ ჩანთას და წავალ. დიდი არაფერი. აბა შენიც. როგორც კი წამოხვალ, მაშინვე დამირეკე იცოდე. გასაგებია? გასაგებია. მეზოვია გესერაკია? შეგიძლიათ წახვიდეთ. ო, წადით, რაღაც უცდ. არა გენაცვალე. ეს ჩანთა დატოვეთ და ისე წადი. დებილია მასტი, ბიჭო. ეს მსახიობია ეს ზერაგიეს ვთქვი. დაცვა იყო.
ბურატინო ხომ გახსოვს, ბატონოვიჩა? ვა, ბურატინოს გავუმარჯოს. გამარჯობათ. შემოდით. აბა, ბურატინო. როგორ მიდის საქმეები? რა საქმეები პატივცემულა? 1001 კაცი შემოასრულოთ ის გადასაღებად. მოკლედ, სულ სავღაფავთ რა. ეხლა ვინა აქ მაყოფილი ნამორფინისტარი ლაწერაკების გარდა. მართალი ხარ. ის დრო ჯობდა თქვენგან რო ვიღებდი ზაკაზებს. ისე ერთ ზაკას მიიღე? ვა, მაგას ლაპარაკი უნდა? მით უმეტეს თქვენგან. არა, ჩემგან არა. ერთი კლიენტი. შენისთანა პროფესიონალი და სანდო კაცი ჭირდება. კარგად გადაგიხდის. თქვენ ხომ მიცნობთ არა? სამარე ვარ. იმიტომაც მოგძებნეთ. და რა ზაკაზია? ერთი პრინცესას ფოტოები სჭირდება. ოღონდ ხომ გესმის? ოფიციალური ფოტოები არ უნდა. გასაგებია. Значит, фото с клубничкой, არა? პაპარაცებს რომ მოსწონს ისეთი. პაპარაცობა ძნელია. ობიექტივი ნარი. და ნიფიგა себе. ამას უნდა ვწდიო? დღე და ღამე. სახში და გარეთ უნდა გადაიღო ყველაფერი, რაც ყვითელი პრესისთვისაა საინტერესო ან რისი კარგად გამოყენება შეიძლება. გესმის რაზე ალაპარაკი? გასაგებია. ხო. აი ამ ბიჭს მიაქცია ყურადღება. მისი დაცვის უფროსია. Значит, секреты интимной жизни принцессы Даяни, არა? დაახლოებით. მე доступი. მუდმივი აკრედიტაცია სახელმწიფო კანცელარიიდან. გაწყობს? ეგ ძალიან კარგია, მაგრამ აი ძნელია რა. აი უფროსო, თქვენ ხო იცით რომ სპალნაში და ვანაში აკრედიტაცია არ მოქმედობს. ამიტომაც გიხდიან ბევრს. ხოლო ჩვეულებრივი ფოტოში $50 გადაგიხდიან. მაგარში 100. სამუშაოს დამთავრებისთანავე კიდევ ერთამდენს გადაგიხდიან. მთელი მასალები დამკვეთს უნდა გადასცე. თუ ჩავარდი, ყველაფერს თავის თავზე იღებ. საშიში არაფერია, მაქსიმუმ დაგშტრაფონ და ამ ხარჯებსაც დამკვეთი გადაიხდის. შენი დუმილი სანაცვლოდ. გაიგე? გასაგებია. ესე იგი მოვილაპარაკე. ტელევიზორს არ უყურებ. როგორც კი აკრედიტაცია მექნება, ეგრევე დავიწყებ. ისე ზედმეტ ყურადღებას ხომ არ უთმობთ. მეორე ხარისხოვან რაღაცეებს. ჩვენ საქმეში მეორე ხარისხოვანი რაღაცეები არ არსებობს. პრინცესა დაიანა ამ ქვეყნიდან გმირად არ უნდა წავიდეს. ესაა მთავარი. დანარჩენი კი, როგორც სიტყვიან, ტექნიკის საქმეა. ნუ არსებული საგადასახადო კოდექსის პირობებში ვერც ერთი მიზანს ვერ მივახცევთ, რასაც ზემოთ მოგახსენეთ. და კიდევ ერთი. რა თქმა უნდა, დაუშვებელი იყო ის კორუფცია, რასაც ადგილი ჰქონდა საგადასახადო სფეროში. მაგრამ ახლა მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ. ყოვლის შემძლე ფისკალური ორგანოები არ უნდა ატერორებდნენ პატიოსან გადამხდარებს. არ უნდა ართმევდნენ გაფართოების და განვითარების საშუალებას. არ უნდა ახშებდნენ ინიციატივას. ამ ორი გარემოების გათვალისწინებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით მივმართავთ პარლამენტს და მე იმედი მაქვს კოლეგები მხარს დაგვიჭერენ. კიდევ ერთი შეკითხვა და დაგემშვიდობებით. როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს ყველაფერი საბიუჯეტო შემოსავლებზე? და თქვენ როგორ ფიქრობთ? დამატებითი სამუშაო ადგილები, გაფართოებული წარმოება ამცირებს თუ ზრდის საგადასახადო ბაზას? ალბათო თინა, რა კომენტარს გაუკეთებდით პრესაში გამოქვეყნებულ ფოტოებს და რას ამბობს თქვენი დაცვის უფროსი? ყვითელი პრესის ბენზორ ცილის წამებას არავითარ კომენტარს არ გავუკეთებ.
მე მიმაჩნია, რომ ეს უფრო თქვენი ჟურნალისტთა კორპუსის ფუნქციაა. მე ის მაშფოთებს, რომ ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის საკითხი წყდება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის დასასმელი უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვა არ გამოიწერია. კარგად ბრძანდებოდეთ. სამსახურში აღარ მიდიხარ? საღამოს. რამე გინდა მკითხო? არა. ნუ ეწევი ამდენს. საერთოდ უნდა დავანებო თავი. მე ჩამოგევიდნენ იტალიელები. ჯენარო ჩამოვიდა, კარგი ამბავი ჩამოიტანა. ტიმოთეს უბნით დოქტორ ფრაი დაინტერესდა. ვინ არის? ლინდონ ფრაი, მიკოლოგიის ღმერთია. ასიზის ფრესკები მაგან გადაარჩინა. ეგ რო არ ყოფილიყო, ჩვენი შვილები ჯოტოს და მაზაჩოს ვეღარ ნახავდნენ. რა არის გია? არაფერი. რაღაც მაქვს სათქმელი. მოდი მე რასტომარით იქცევ. ოს გაიწეს მოსევს. ქალბატონო თინა. ეხლა უკვე ისე ვეღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. ხომ მართალია? რა ქარაგმებით მელაპარაკები გია? გია, ეგ იქნება ის, რაც მაგათ უნდათ. მაგაზე დიდ სისურელეს შენ ვერ გააკეთებ. რა ხდება? რადგან წასვლას აპირებს. როგორ თუ წასვლას? რაც ამ გაზეთში დაიწერა, იმის შემდეგ მე ვეღარ დარჩები ამ სამუშაოზე. მოიცა რა დაიწერა? ეს რაღაც სიბინძურე ჩემზე და შენზე? მე თინას ქმარი ვარ და მე არ ვაქცე მაგ დეგენერატობას, ყურადღებას და შენ რა მოგივიდე. მე ქალბატონი თინას დასვა მევალება. ხო ხედავთ, რომ ჩასაფრებულები არიან და ყოველ ჩემს ფეხის ნაბიჯს იღებენ. მე ვიმუშაო თუ იმაზე ვიფიქრო, ხელისად წავიღო და ფეხი როგორ გადავდგა. ბატონმა ზაურმანს მირჩია, რომ დროებით კადრების განკარგულებაში გადავსულიყავ. ზაური ვინ არის? ზაურ ბოცვაძე, სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე. და ზაურ ბოცვაძემ გიბრძანა კადრების განკარგულებაში გადასულიყავი? არა, კი არ მიბრძანა, მირჩია. ეგ ერთი და იგივეა. მე რიში რა უთხარი? მე რაპორტი დავწერე უკვე ქალბატონი თინა. ალინა. გისმენთ? ზაურ ბოცვაძესთან შემაერთე. ახლავე ქალბატონო თინა. გისმენთ? ბატონი ზაური ბრძანდებით? დიახ, მე ვარ ქალბატონო თინა. ერთი ამიხსენით, რა მოლაპარაკებებს აწარმოებთ ჩემს ზურგს უკან? გიამ გალობლიშვილს გულისხმობ. მე მეგონა თქვენ საქმის კურსში იყავით. გადაწყვეტილება მე კი არა, თვითონ გალობლიშვილმა მიიღო. თქვენი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, არა? არა, ქალბატონო თინა, როგორ გეკადრებათ? ჩვენ უბრალოდ გავაანალიზეთ შექმნილი ვითარება. გალობლიშვილმა თქვა, რომ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და ვეღარ შეესწრებს თავისი მოვალეობის შესრულებას. და თქვენს ასწრაფოდ დაეთანხმეთ. როდესაც ცნობილი მიზეზების გამო პირადი მცველი იმაზე ფიქრობს, რამდენი სანტიმეტრით მიუახლოვდეს დაცვის ობიექტს, შეეხოს თუ არ შეეხოს, საჭიროების შემთხვევაში და ასე შემდეგ, ის ვერ განახორციელებს ეფექტურ დაცვას. ხომ ასია? არ ვიცი. ეს ჩვენი პროფესიის ამბანია ქალბატონო თინა. ამიტომ ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი რეკომენდაცია. გალობლიშვილი დროებით ჩამოცილეს თავის მოვალეობის შესრულებას. მის შემცვლელს კი დღესვე წარმოგიდგენთ. ეს ხადია თქვენთან შეთანხმების გარეშე არ მოხდება. რაც გინდათ ის გააკეთეთ. ესე იგი დღესვე მოვიდეთ? მობრძანდით. მე წავედი ქალბატონო თინა. თუ რამე დაგჭირდათ, ბიჭები აქ არიან და მიმართეთ. ისე დიდი ბოდიში. ნუ შეწუხდები. კარგი ერთი. დიდი მადლობა მზრუნველობისთვის.
არა მოწესრიგებული. ბატონო ტარიელ, მოსაფიქრებელი დრო ამ ბინძური პიარ კამპანიის შესათითხნად თხოვეთ? მე მშვენივრად ხედავ, რაც ხდება. რა ბრძანეთ? არაფერ შუაში ხართ? ესე იგი იდიოტიც გონი ვართ, არა? ეხლა გაჩუმდით და კარგად მომისმინეთ. მე აღარ ვაპირებ თქვენი პრობლემის უმტკივნეულო და უხმაუროთ მოგვარებას. გამოვიყენებ ყველა კანონიერ საშუალებას. თელ ჩემ გავლენას და ავტორიტეტს, რომ თქვენ და თქვენმა ხროვამ მიიღოთ მაქსიმუმი იმისა, რასაც იმსახურებთ. და სანამ მე ცოცხალი ვარ, თქვენ ერთადერთი ადგილი გექნებათ მიჩენილი და ეს ადგილი ციხეა. ბატონო ტარიელ, მინდა იცოდეთ. პრეზიდენტი როგორც კი ჩამოვა, მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენებ. კარგად ბრძანდებოდით. ბატონო ზაო, მოხვედით. მობრძანეთ. დაბრძანდით. ქალბატონო თინა, მინდა წარმოგიდგინოთ კახაციფურია. ჩვენ ამ ბიძზე შევაჩერეთ არჩევანი. გამოცდილი მუშაკია. ოპერატიულ დეპარტამენტში იყო. შემდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. ბოლოს ჩვენთან. ვიცნობთ ჩემო ბატონო, ვენდობით და თქვენი დაცვის უფროსის თანამდებობაზე ვაძლევთ რეკომენდაციას. თქვენთან ხომას თუ იქნება, რა თქმა უნდა. ძალიან მეცნობით. ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს ქალბატონო თინა. შევხვედრივართ? სად? სასამართლოში. არ მინდა მაგის გახსენება. გამახსენდა. მაშინ ადვოკატი ვიყავ. ქურდობაზე დაგაკავეს, არა? რაო? ახლა მე ეს არ ვიცოდი. ცნაურია პირად საქმეში დასამართლობა არ არის. ორი ბიჭი დააკავეს 3 ბოთლი ლუდის მოპარვაზე. და რაც უბანში გაუხსნელი საქმე იყო, ყველაფერს ამატენიდნენ, უკაცრავად ჟარგონისთვის. ეს ჩემი პირველი საქმე იყო. მერე მოიგე? რომ არ მომეგო, ახლა აქ არ იქნებოდა. პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ისე მართლა მოიპარეთ ის ლუდი? კი, მთვრალები ვიყავით და ფული აღარ გქონდა. მაგრამ რასაც ეგენი გვაბრალებენ, მართლა სისულელე იყო. ხედავთ ბატონო ზაო, როგორი კრიმინალური წარსულის თანამშრომლებს ღებულობთ სამსახურში? თქვენი ბრალია ქალბატონო თინა. რატომ გაამართლეთ? მეწოდებით კახა. სამსახურიდან ღამის პირველის ნახევარზე ადრე იშვიათად ბრუნდები. რაიონებში გასვლები, ობიექტების დათვალიერება, ოფიციალური შეხვედრები. მოკლედ სანამდროა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადაიფიქროთ. თავარია თქვენ არ გადაიფიქროთ. ორ ახმოახტებს, ორღად. აი რიზლებს. ბატონი ზაურის რეკომენდაცია ჩემთვის საკმარისი. ორღად ტიპი იმენ ხოთია. რაოდი თქვენ რა იმენ ერთ სცენადადებით მოვიზა ხალ. რამდენი სერია არაფერს არ ხდება. მოდა ფილერ ეპიზოდი არის. რა 12 ეპიზოდი გამოვა. ეს უეჭველი ზერაგიას კაცია. ალო. ო, კაკო, გისმენ, რა არის? რა სამო, ბიჭო, დედა ჩემი სად არის? რას ამბობ, ნუ გამაგიჯე, მართალი მითხარი. რა უხროვან გააჩინა ეგ ცეცხლი? აი ეს ის არის, ბიჭო. ასლიათ ჩემი.
რა დაძველებული გაზაფხულზე არ გამოცვალე? კარგი მოვდივარ, 2 საათში მანდ ვიქნები. ავტო. სასტრაფოდ მჭირდები. თელავში მივდივართ. კარგი. გზა გახსნილია. შეგიძლია დაიწყო. ტელეკომპანია გამარჯობათ. გამარჯობა. ლურჯი ვოლცვაგენი თქვენია? დიახ. შეგიძლიათ საკუთრივ ვიმაჩვენოთ? ეხლა. შოუმი მიშო. რაშია საქმე? არაფერი ბატონო გიორგი, უბრალოდ მანქანა ყავთ სუდად გაჩერებული. უნდა წამოვდამდეთ და გადააყენოთ. თქოს კანონი გავაჩერე და არ არის პრობლემა. მაინც არ მესმის რატომ არ გძინავს ამდენხანს? იცი რომელი საათია? არა მაგო, ახლავე დაძლექი და დაიძინე. კი, გამოვედი უკვე სამსახურიდან. კარგი რა მაგო, პირველად ხომ არ ვიგვიანებ. სულ ამ დროს არ მოვდივარ? კარგი. შენ დაწექი და სანამ ჩაიძინებ, მეც მოგისწრებ. ნუ გეშინია, მოვალ. ელოდებათ? ავკნა, არ იძინებს უჩემოთ. არა და დილას ეზარება მე, ადრე ადგომა და სკოლაში წასვლა. რაშია საქმე? რა ვიცი, ტორმოზი აღარ იჭერს. და რა ვქნათ? თქვენ არ ნერვიულობთ, ქალბატონი, ახლავე დავრეკავ და მეორე მანქანას გამოვაგზავნე. ისე თუ გნებავთ წინა მანქანაში გადაგსვათ. კი, ასე მირჩევნია.
წადი რა. თქვენ ახლები ხართ ბიჭები? დიახ, ქალბატონო თინათინ. წადი. დროზე. Hallo. Ho. Kim ხარ თუ? თუცი ხარ? რა არის თუ დილა ადრე? ბიჭო ძლივ ჩამეძინა. რა? სავარაუდო მკვლელობა მოხდა? თუცი ხარ. ეხლა სავარაუდო მკვლელობა რა უბედურებ რა სიტყვაა კაცო? то ბიბიომა თვითონ ვერ გარკვეულან მაგ საქმეებში და ჩვენ გვირეკავენ კაცო. ჯოქაძის რა ნომერი? 18 კაცო. სალიტო. აბა. კაი კაცო. აუ. რა მითხარი თუ? რა ყოფილი ვარ მაგ სახში? მალე მოვა. კარგად ვსურვებ. არა, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს როგორ უნდა მოყვე? ვერ გავიგე რა. არც დაქტილოსკოპია საჭირო, არც სამედიცინო ექსპერტიზა. არც პირადი დაცვის დაკითხვა, კაცო. კარგი, რა ზახარიჩ, ნუ ახურებ რა. ხო იცი რომ ყველაფერი გაკეთდება რა. გაკეთდება, მაგრამ აუცილებლად გაკეთდება. ოდვა შემდეგ რაც ხრამიაშვილის ოფიციალური ვერსია გადაიცემა ტელევიზიით, ინტერნეტით, სამთავრობოს მოტკებით,
ჯანდაბით და ოხრობით რა. Utkirat var ya sizin açıyor. თელავში გავიგე ეს ამბავი. 3 საათის წინ ჩამოვედი და პირდაპირ პროკურატურაში მივედი. ეხლა იქიდან მოვდივარ. არც კი ვიცი რა გითხრა. მე თვითონ განადგურებული ვარ. ისეც არ შეიძლება როგორც შენ იქცევი. ბავშვი ტირის შენთან დალაპარაკება უნდა. იმან რა დააშავა. ის არ ეყოფა დედა რომ დაკარგა. თან მილიონი საქმეა გასაკეთებელი უშენოდ არაფერი გამოვა. კაცობა ის არის ასეთ დროს თავი ხელში აიყვანა. იმასაც მოვესწარი ჩემი კაცობა რომ თქვენი გასარჩევი გახდა. რა უნდა და თინას შენ ბუნაკში? ხშირად გართმევდა გასაღებს. ირაკლი, შვილი შემიძლია დავიფიცო რომ თინას არასოდეს არ გამოურთმევია ჩემთვის გასაღები და არც არასდროს არ ყოფილა ჩემს ბინაში. არასდროს არ ყოფილა რა? ეთყობა დამესიზმრა. ალბათ რაღაც საშინელი პროვოკაციაა მოწყობილი და ჩვენ თუ ეს დავიჯერეთ, მეორედ მოვკლავთ თინას. მაშინ მიპასუხე იმ ღამეს როგორ მოხვდა სახლში. არ ვიცი. შვილს გეფიცები არ ვიცი, პროკურატურაშიც იგივეს მეკითხებიან და მეც იგივეს პასუხობ. აი სწორედ ეს არის გამოსაძიებელი. ჩვენ თუ ეს დავადგინეთ, მაშინ გავიგებთ სიმართლეს. სიმართლე მე შენ ბინაში ვნახე და მეყოფ. მეტი არაფრის გაგება არ მინდა. სხვა პასუხს არ ცველოდი შენგან. მოდი იცი რა. წადი აქედან. მე მეუბნები მაგას. ო, შენ გეუბნები, წადი ჩემი სახლიდან. ცდები ირაკლი. არ გეკადრებო. მიდი და იმ თქვენებსაც გადაეცი პოლიტიკური გუნდი ხარ თუ რაღაც ოხრობა. არც ერთი აქტუალით არ დამენახოს. ტიპი იმენა რა. მე იმენა ეს საوارძელა კაცი, მეტი არა, იმენა საوارძელა. სერიეს, ეხლა დაი. ზურობა თუ ეგრევე მიგლეს. იძინა! ერთ-ერთი მოწმე შავი მიშა. თამბაგარი! რა ხარ შენ ძოწყალი ხარ რა? აი, აფსიანი შიზოფრენიკი ხარ რა? ბიჭო რა გაგრიანებს კაცო? გაასუმა შენ მეზობლები. ყველაფერი გამართული გაქვს შეშება. გარაუნობს. ჩამორა ერთ წუთი საქმე მოხდება. ვა, ბიჭო, ყველაფერში ჯიში როგორ უნდა იყო? საქმე გაქვს? ამოდი, დავშენ ვილაპარაკ. მე სადღა ჩამოვიდე. აცა. ავიდე. ჩამოვიდე. არა მოდის რა? ვინ არის? მიშა რა ჩვენი? შავი მიშა. რატო არ მოდის? შენაც დანაგებული ხო არ გონია? ჩამოდი რა მოსმენ რა სხვა თო? კარგი, ჩამო. ჩამოვარა.
შენ ამ თრალი ხარტო. რუსივით მარტო დაიწყეს მა. თრალი მამა შენია გას. ეშას ხო იცო? ორა შორიდა. ბიჭო, რა გინდა დრო? აი რა ხდება? რა ხდება? ერთი წესიერი ქალი იყო მთავრობაში და ისეც დაიბრიდა. ვა! თენი ცხოვრება სომსვენი კი იყავ ეხლა. როდის აქედან გახდი ამ შეცდენიკი? ბიზინჯან. ამ ქვეყანაზე მე ლიჩნად ერთი მტერი აღმოგვაჩა რა. ჩემი თუ არ აგჯერავს, აი ამ კაცს მოусმინე. მიშეჯან, მოუყევი რა. ეხლა მე არავის ჩაშვება არ მიფიქრია და არც თავის გამოჩენა. რახან ეს და კოშკა სერგოს კვლელებს ეძებდნენ, მივევდი რომ გამეფრთხილებინა, ჯიგრებო, რაღაცა ნიტო ხდება და ცოტა ასტაროჟნად იყავით მეთქი რა. რას გულისხმობ? რას დაემას, აი? თუნდაც მაგარ ვერ ავხვდები რა. თინა გაწერელია და ეგ საცოდავი გიამ გალობლიშვილი. 21 ღამე არ დაიბრიდნენ? ეგრეა? ხო მე ეგ თემა საქართველოს მიწის. მე რა. ხო, მაგრამ ეს ბიჭი სიკვდილამდე რამოდენიმე საათით ადრე ღამე ვნახე ბარში მარტო ის და სტოიკასთან და სვავდა რა. სამო რა თუნდაც მაგარ დავჟეთ და ვილაპარაკოთ. ახლა იგიამ გალობლიშვილი. მაგაშინ ადრე იცნობდი ან გინახავსადმე? არასოდეს თო ვერც დავიმახსოვრებდი. იმ საღამოს ბარში ორი ძაღლი რო არ შემოსულიყო. ოიზვენი და ეს პოლიციისკები რა. არა უშევს. მე რაო რა იმ ძაღლებმა. პოლიციელები ამ გიასთან მივიდნენ, რაღაცა ებაზრეს და გარეთ გაყავდათ რა. კაკრას უბორნიდან გამოვედი და კარებში შევეჩეხმეც რა. შევხედე ბაკინაღამ ჩამომივარდა თო ერთი ის გივია ფუტკარაძე არისო? როგორ გივი ფუტკარაძე თო? მეც გამოვსირდი თო ორი კვირის წინ თაყობა დაუმტვრიეთ მაგას ამა კინაღამ დაბრიდა. შევხედე ეს პოლიციისკი ფორმაში და მეთქი ნიტოა რაღაცა რა. მიშა, მომისმინე ჯიგერო. მოდი რა, ცოტა თავში დაალაგე. და ისე მომიყევი რა. კიგენაცვალე. ხამის ეგრე 12-ის ნახევარი იქნებოდა. მე და ჩემი ძმაკაცები ბარში უბერავდით რა ფალიაშვილზე. კაის კასეგები ის გაიყვანა. ცოტა სპორტული აღნაგობის და თვალები გადმოკარგლული ტიპი იყო არა? ხო. და მესამე კიდე გარეთ გივია ფუტკარაძის კალიბრა რა, ეგეთივე მოშნე, ოღონდ ცოტა მაღალი რა. კივის ქესი თავიდან რაღაცა. მაგრამ მე რო ვნახე ეს გასიებული ძაღლის ფორმაში, ეგრევე რაღაც ნიტუა ვიფიქრე რა. ეგრე აგიხდა ყველაფერი, თო გადავშალე დილით გაზეთი, ამ ბიჭ დაბრედილს არ ავხედავდო. ეგრევე გავიქეცი იასნია კოშკასთან და ბიჭები გავორთხილე რა. მე? ქარო გონიათ? იმაზე ასჯერ უფრო აპასნი ტიპები არიან მეთქი. რა ეგრე არ არის? ფორმებით გულაობენ. პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი აყავთ და მეორე დღეს პატრონთან ერთად დაბრედეს ნახულობენ. ხედავ ბიზნესები ხდება? კოშკას დაუთხარი თორე მე იმ დღეს ეგენი რო ჩამეძაღლებინა, ეს ამბავი ხო არ მოხდებოდა. უკვე ჩააძაღლეს. აიცა რა. ხო. სადაც ლიღონში ვიღაცის ბინაში ნახეს მოწამლულები. ვინ დაბრიდა თო? სერაგია. სერაგია? ხუმრობა რა. განიშტო ხუმრო. მაგრამ პოჩერკი მაგრაგავს. მიშა. შენე გამბავი. კოშკასა და გურამის გარდა ხო არავისთვის მოგიყოლია? არა, კაცო, დებილი ხო არა ვარდო. აბა დიდი მადლობა. კარგად იყავი რა. ახონდეს.
გისმენთ? თილარს გაუმარჯოს. გაგიმარჯოთ ბატონო ბიძინა. თილარ ერთი მითხარი. უჩაზე რაგი ამჟამად სად იმყოფება? მეხუთე საპატიმროშია რა იყო? ნახდათ? ნახდა დაბა. და რა არის ბატონო ბიძინა, რა შეასაქმე? არა, არაფერი. გეტყვი რა რო გნახო. კი ბატონო. კაი, მადლობთ. კარგად იყავ. არაფრის კარგად იყავით. რა ხდება? კაბინეტს ვანთავისუფლებ. ასე ვთქვათ, ჩემს ხარახურას ვავაგებ. იხარია თელავში რო გუნდებ. მაინც გადაწყვეტეთ სასვლა? იმის მერე რაც მოხდა, ჩემი ამ თავრობაში დარჩენა შესაძლებლად მიგაჩნიათ. არც აბა, სიმართლე გითხრათ. მე თავიდანვე ვერ წარმოგიდგინეთ ამ კომანდაში. ხელს ვაგიშით. არა რას. სადმე ჩქარება. პირიქით ძალიან გამეხარდა რომ მოხვედით. ყავას ხომ მიირთმევთ? ელიკო. არა, არ მინდა რა. არ ვსვამ ყავას. მაშინ ნახევარი ბოთლიანი სელი მაქვს დარჩენილი. ისინი სელი კაცო ძველი? აშ კაცო. სად იყო? ერთმა პენსიონერმა მომართვა. მამა ჩემი ძმაკაცია. ვის დაუდო? თითო ჭიქა დავლიოთ, მოგძანდეთ. ბატონოზო, ცოტა ხნის წინ გული შეტევა გქონდათ. თქვენთვის დალევა როგორ შეიძლება? კარგი, ნუ იცი ხოლმე. ექიმმა მითხრა რომ ორი ჭიქა კარგი კონიაკი არ გაწყენს. რა მიმიკა? კაცო, რაზე გიждები, იცით? ყველაფერი ხო ასე დაიწყო, რომ ერთ შვენიერ დღეს თქვენ კოლეგას ხელი არ ჩამოვართვით. კი ბატონო, რა იყო? რა მოხდა? მაგრამ არ მეგონა თუ ეს საქმე აქამდე მივიდოდა. დასანანი იცით რა არის ბატონო ბიძინა? რომ ამ ქვეყანაში მკვლელის დასჯა მხოლოდ იმით შეგიძლია რომ ხელი არ ჩამოვართვა. მოურჩა მეტი არაფერი. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ მკვლელობა იყო, ხო? არ მეთხრათ ახლა ბატონო ბიძინა რომ თქვენ სხვა აზრი გაქვთ. უბრალოდ ამის დამტკიცებაა შეუძლებელი. ყველაფრის დამტკიცება შეიძლება თუ ამის სურვილი არსებობს. მე ამას ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. და საქმე ბოლოს და ბოლოს გაირკვევა. მაგრამ იმიტომ კი არა რომ სამართლებრივი სახელმწიფოა, იმიტომ რომ ვიღაცას მოუნდება ამის გარკვევა თავის რახვებისათვის. ესე იგი, როცა ვინმეს დაჭირდება, სიმართლე მხოლოდ მაშინ გაირკვევა რა. საერთოდ ასე ხდება ხოლმე. ბატონო ბიძინა, იმ საღამოს მე რომ თელავში წავედი, აი იმ სახლის გასაღები ჯიბეში მედო. მეორე გასაღები ელიკოს ჰქონდა. მორჩა, რაღაცა გასარკვევი. ის საცოდავი თინა ბოლომდე ეწეოდა, თავი არ დაუნებებია სიგარეტისთვის. არა, ეწეოდა. იმ დღეს თქვენ სახლში ყველა საფერფლე გაგრელებული იყო. სიგარეტის არანაირი კვალი არ აღმოჩნდა. ირაკლი რას ამბობს, თინას ქმარი? არ ვიცი, საშინელ დღეშია. არავის არ ელაპარაკება, ბავშვთანაც არ კონტაქტობს. მე მგონი მაგის უბედურება ის არის, რომ მათ რო დაიჯერა ყველაფერი. რა დაიჯერა, კაცო, ახლა რომ ცოლი ლაწერაკთან ღალატობდა? აუ, რა დღეში ყოფილა ის საცოდავი? თქვენ ხარ გილაპარაკეთ მასთან? არ მოისურვა ჩემთან საუბარი. არა, ახლა ასეც უგაგიჟდება, კაცო. იქნებ ამსულიყავით ერთად. არა. ბოდის ხდი, მაგრამ მე იქ ვერ ამოვა. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სახლიდან გამომაგდო.
ეგრეა საქმე? ბატონო ზალ, ამას რა უყო? ვა, ეს პაპკა. დიახ. სიკვდილამდე რამოდენიმე დღით ადრე თინამ საიდუმლოდ გადმომცა და თხოვა თქვენი შეგროვილი დოკუმენტების ასლების გადაღება. ეთქობა კანცელარიის თანამშრომლებს აღენდობოდა. აუ, ეხლა რა ნადირობა ალბათ მაგ პაპკაზე? არ ვიცი ხა ამას რა უყო. მე შევინახო თუ არა. სახიფათო. შარში არ გადაგვით ეს. მე წავიდე. თუ თქვენ რას აპირებთ? მე რა ვიცი, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ნუ რაღაცას მოვიფიქრებ. ელიკო. მადლობთ. თაგემშვიდობებით. თავს გაუფრთხილდით. თქვენც. გამარჯობა შვილო. გამარჯობა. მამა სახშია? კი. დაუძახე რა. ნუ საყარელი ბავშვი ჩიქმები. გამარჯობათ. რა გნებოთ? ბატონო ირაკლი, ხა მე მესმის თქვენი მდგომარეობა. უბრალოდ რაღაცას გეტყვით და წავალ, აღარ შეგაწუხებთ. გისმენთ. იცით რა, იქნებ ჩამოვждეთ. მაგრამ თქვენ თუ ჩემ დაკითხვას აპირებთ, იცოდეთ მაგ საქმიდან არაფერი გამოვა. არა, როგორ გეკადრებათ? უბრალოდ ერთ საქმეში მინდა გაგარკვიოთ. რომელ საქმეში? თქვენ ალბათ ხვდებით, რომ საქმე თქვენი მეუღლის მკვლელობას ეხება. მკვლელობას? დიახ, სწორედ ამიტომ მოვედი აქ. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი თინათინი მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მსხვერპლი გახდა. და ეს ყველაფერი რაც გვაჩვენეს, უბრალოდ კარგად დადგმული სპექტაკლი იყო და მეტი არაფერი. და თქვენ გინდათ მე დავიჯერო. იცით რა, აი ამ პაპკაში საგამოძიებო მასალებია, სადაც გაანალიზებულია დანაშაულის ყველა დეტალი და мотиваცია. დასახელებულია მკვლელების შემკვეთების და შემსრულებლების გვარები, სახელები, მათი მისამართები და თანამდებობები. გაიგეთ რა, თქვენი მეუღლე მოკლეს. და ახლა ცდილობენ დანაშაულის ყველა კვალი წაშალონ. მაგრამ მე ხო ჩემი თვალით ნახე, რომ ისინი ერთად იცნენ. მკვლელობის ორგანიზატორებს არ უნდათ, რომ ქალბატონი თინა ხალხის ხსოვნაში წამებულ გმირად დარჩენილიყო. ამიტომ ჯერ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით გაუტეხეს სახელი, მერე კი ის იდიოტური სცენა დადგეს. ბატონო ირაკლი, მაპატიეთ ასე პირდაპირ რომ გელაპარაკებით. მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, ფიქრობ, ასეა საჭირო. ესე იგი თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თინა მოკლეს. რა თქმა უნდა. და როცა ამ მასალებს გაეცნობით, თქვენს დარწმუნდებით ამაში. დავუშვათ, გავეცანი, დავუშვათ, დავწმუნდე კიდეც. მე ამ ქვეყანაში როგორ ფიქრობთ, სამართალს იპოვის კაცი?
რა ვიცი, რა გითხრათ, ახლა თუ ძალიან მოინდომებს, შეიძლება იპოვოს. იცით რა, მე იტალიაში მივდივარ ჩემ შვილთან ერთად. მეგობარი მებადეჟება. შეიძლება რაღაც სამსახურიც ვიშოვნა. არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ იქ დავრჩე საცხოვრებლად. იცით რა, სანამ იტალიაში წავხოთ, იქნებ ეს აქაღალდე შეუტანოთ პრეზიდენტს. მე შევუტანო? დიახ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად მიგიღებთ. და რო არ მიმიღოს? ნუ მაშინ აღარ ყოფილა საშველი და ეგა. მაშინ მეც წამოვალ თქვენთან ერთად იმ იტალიაში. იქნებ გვეცადა. ხომ ამობენ საბედის მონახევრიაო. სადოთ. კარგი, სადოთ. რაც არის, სადოთ. რა სეზონია, ძმაო, კაი, წავედი მე ხუთი სეზონი დაგიბრუნდი. ის დეცურა მე უნდა გადავხედო ის საქმეებს მართლა რომ ვიზეც ვინც გაკუტეს და კაცი ჩაუწვინეს.